მოკლედ აზარტული თამაშები, რომ არის ცუდი, დამანგრეველი და ასე შემდეგ. ესე ვიძახით მე, ომარი და კიდე რამოდენიმე იუთუბერი, ვინც არ თანამშრომლობს და ძალიან დიდ პატივს ემ, აი უდიდეს პატივს ემ, ვისაც ჰქონდა ეგ მომენტი და უარი უთხრა, აი უდიდესი პატივის ემ, იმიტომ რომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგადად ცხოვრებაში ვიცი რომ იციან, მაგრამ ხო ხდებით, ეხა კიდიათ რა და არაა დასაკიდი, იმიტომ რომ ზოგადად ნარკოტიკი და თამაში, ლუდომანია, კაზინოები, ბეთები, იქ არის ხოლმე შედარებები, კაზინოს ეძახიან, ბეთები რა არის? აი მეღადავებით ეხა რა ვიცი, თავს რატო იდებილებენ ვერ ხვდები? საშინელებაა მეგობრებო, მოუწოდებ ხოლმე რომ აი არქნათ, მაგრამ სამწუხაროდ 80% ქართული YouTube-ის ყველა მაგით არის დაკავებული, ესე კონკრეტულად სახლებს და გვარებს არ ჩამოთვლი, იმიტომ რომ სტრიმზე ცუდად გამომივა, მაგრამ არაუშავს. ეგ საქმე, მე და ომარი რა უფრო კონკრეტულად გავიძახით მაგას. გადის დრო, ზოგს კიდია რაღაცა ზოგმა გაიგო, გამომწერიც, გამპრავებლებიც იყო, ვინც ბეთებს და კაზინოებს გაპრავებს, იმათი არასწორი და იმათი ოჯახი და რა ვიცი. მაინც და მაინც ბიჭო, გინდათ რომ ან ბიძა თქვენი მოგიკვდეთ, ან ნათესავი, ან შინაური რომ მე იგრძნო მიიტანო, თურმე აი ნიკოლოზი ომარი სიმართლეს ამბობდაო და არ ვიცოდიო. ბიჭო, ყველაფრის დაკიდება არ შეიძლება. ძალიან ბევრი არის გაუბედურებული, მეგობრებო, ძალიან ბევრი. ბევრმა სახლი დაკარგა, მანქანა, ვენებს იჭრიან, აგერ კურსელი მყავდა უნივერსიტეტში, რომ სწავლობდი, ბევრჯერ მომიყოლია, ხო? არა, ამ თემას უნდა შევეხო და მე დავასრულებ, მალე მომისმინეთ. სწავლის ფული მისეს და ტიპმა განაჩარიცხა, წავიდა და ითამაშა რა და მე ტირო და ვენებს იჭრიდა რა, დამეხმარეთ. ხო, ბაზარი არა, სულელია, მაგრამ ბევრი რას იძახით? მე არ წავალ და არ ვითამაშებ. გავიგე, შენ კიდია და არ გაინტერესებს. მაგრამ სხვაზეც ხო უნდა ვიზრუნოთ, ხო? ჩვენ ხო ქართველები ვართ, ხო? ჩვენ ხო სუფრაზე ხო მაგრები ვართ, ხო? ჩვენ ხო აი მძლე ვართ, ხო? ჩვენ ხო ძმაკაცობა არ გვეშლება, ხო? და დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში. და ვიზრუნოთ ერთმანეთზე, რომ იმან ცხოვრება არ გაიფუჭოს რა. და ამით მაინც და მაინც, რა ვიცი, ბიჭო, ვისაც კიდიათ და არ გაინტერესებს, მაინც და მაინც უნდა მოგიკვდეთ, ჯვარი წერიათ. სხვა რა ვქნა, სადამდე, როგორ გაგაგებინოთ, ხო? აი მინდა რომ გაგაგებინოთ. მაინც და მაინც მშობელი უნდა მოთამაშე, ან ბიძა უნდა მოგიკვდეთ, რომ მე მიხვდეთ თურმე ეს ბეთები, აქვია, ცუდი ყოფილაო, მაინც და მაინც ცხოვრებამ უნდა გატკინოთ გული, აი ვინც მაგას აპრავებთ და ვინც მაგას ამბობთ და აი კიდეო მე რა არ კიდიაო, აი ვინც მაგას აპრავებთ და მასე ამბობთ, მეგობრებო, ბევრი არის ხლა აქ ჩატში, ბევრი არის აქ ჩატში, რომელიც, რა ვიცი, ჯვარი წერია, მაგრამ ნათესავი ან შინაური ოჯახის წევრი თამაშობს, ხო? და უბედური არის. ჩათვალეთ ის მოთამაშე, ვინც არის, ის არის უბედური. ნელ-ნელა კარგავს ყველაფერს, ოჯახს, სახლს, ყველაფერს და მე ბოლოს ტრაგიკულად ამთავრეს მის ცხოვრებას და რა ვიცი, ბიჭო, გავიგეთ, ვინც არ თამაშობ და ვისაც კიდიათ და მე არ ჩავრიცხავ და რამე, გავიგეთ, მაგრამ თქვენაერი არის 10-დან 2 და 8 წავა და ითამაშებს და იმიტომ ვატრაკებ და იმიტომ მოგიწოდებ და მოუწოდებ იუთუბერებს და ასე შემდეგ, რომ ცუდია პროპაგანდაა და რო ამბობთ, რომ აი ამონათება და რაღაცა, მაინც სხვა პატარა ბავშვები დედამისის პირადობებით და იმეებით რეგისტრირდებიან და თამაშობენ, ხო? გაუკეთებთ რეკლამას, გაუკეთებთ დანარჩენი სხვა სპონსორები ღმერთმა სულ მილიონი და რა ვიცი, ჩემზე მეტი ცხოვრებაში კიდე მეტი და მეტი სხვა რა ვთქვა, ხო? ეხა გიჟი ხო არო, ეხა სხვა რაღაცაზე ვისაუბრო, ხო? საშინელებაა და ამ ყველაფერს რატო უყვები რა? ბიჭო, შევდივარ ინსტაგრამზე და რა ხდება? სკაპ მიქაუტაძე გაიჩნდა, თურმე ეგ და მეორე ბეთი, ბჭყალებში კორკობეთი, ამბასადორი გახდა მიქაუტაძე. დღეს ხო, კომენტარს ფიქრობდი, მეთქი რა დავწერო, მე ომარმას დაწერა გუშინ წინ, გაგიჟებული იყო, წაუშალეს ყველამ რა, რამდენმას დაწერა, ყველამ წაუშალა. იქ იმენა იშლება კომენტარი, მე გავაზიარეთ რა. დარწმუნებული ვარ ხა მიქაუტაძე, რა უდიდესი პატივისცემა იყო იქამდე. და დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ ბიჭო, არ უნდა იცოდეს, რასთან და ვისთან და მე მგონია რომ არ იცის მაგან და ისე მოაწერა რა. უყარს ბომბარდირი არა, დღეიდან უკვე უყარს ფრისპინები არის. როგორ შეიძლება ბიჭო,
ამდენი ბავშვი გიყურებს, ამდენი სამაგალითო ადამიანები ხართ, ხო? ეხლა არ ჩამოვთვლი, მაგრამ კონკრეტულად შენ და კიდე რამოდენიმე, ხო? პატარა ბავშვები გიყურებენ, მესი და რონალდოს მაგიროთ უკვე თქვენი გვარები არის. ანუ აი თან პოსტავ, ხო? პოსტავ თან, ყველაზე საშინელება. ცოდოები არ არიან, ბიჭო, ხომ და ვიფიქროთ თაობაზე და რამ. შეიძლება ცხოვრებაში მეც რაღაცა შეცდომებს უშვებ, მაგრამ ეგეთი რაღაცა აი ბიჭო, აი რავი, ნარკომანია, თამაში და რაღაცა შანსი არაა რა. აი შეიძლება თავი გავწირო და ოღონდ ეგ რა ვიცი, თან ეხა არ ვიცი, YouTube-ზე ეხა ძირთადი, ну, რა თქმა უნდა, პატარებიც არიან და რა თქმა უნდა, დიდებიც, კათო, დიდებსაც რაღაცეები, ანუ შეიძლება დააზამასკო და წავიდეს და ითამაშოს და რაღაც არასდროს ეგეთ რაღაცას არ მოგიწოდებ და რა ვიცი. ну, კიდე გაირკვა რამოდენიმე. მე აღარაფერი მიკვირსო, ზალ, ბაზარი არა, მაგრამ აი ხალხის ათხართ რომ კიდიათ. რაც უნდათ ის გააკეთონ და რამე. აი ეგ ზუსტად ეგ ხალხი მაინტერესებს. მაინც და მაინც თქვენ ვინც კიდიათ და რო ამბობთ მე არ ვითამაშებ და სხვა მკიდია და არაფერი, აი ზუსტად თქვენ ჯვარი წერიათ კიდევ ერთხელ, შეიძლება თქვენს ოჯახის წევრს ეგ შეეხოს და ჩათვალეთ, მე იგზნობთ. ჩათვალეთ რომ დაღუპული ხართ რა. აი მე მიხვდებით რომ რაღაც ეს ისეთი თემა არის ზოგადად რა ეხლა ნარკომანიას, ანუ წამალს, თამაშს უნდა ვებრძოლოთ, უნდა გავერთიანდეთ მაგ თემაზე რა. რატო არა მაგაზე აქციები, რატო არა გეკითხებთ, მაგაზე რატო არა, რომ ბავშვები და ისინი თავს იკლავენ, ხო? რამდენი არის, რამდენი ფაქტი, რომ მაგის გამო ტიპმა წააგო და თავი ჩამოიხჩო და რავი, ვენები გადაიჭრეს და რავი, გაუბედურეს ოჯახი. რატო მაგაზე არ არის აქციები, გეკითხებით, რატო არ არის? და მთავრობას რატო არ გზავნოს? ბაზარი არა, კაია რომ ტელევიზიებში აგრძალეს, ხო? კარგია რომ აგრძალეს, აიგზალა, მაგრამ აქეთ რომ წამოვიდნენ YouTube-ზე, YouTube-მა კიდე კაი რომ YouTube-მას დაახლოებით 1 კვირის უკან, YouTube-მა 1 კვირის უკან ოფიციალურად შეცვალა და შემოიტანა კანონი, ვინც დაარეკლამებს რამე, ეგრევე არხს წაუშლიან, გემბლინგზე იყო იქ საუბარი და ასე შემდეგ. არ დაიჯეროთ რაღაცა სისულელეების დამიჯერეთ, AI-ის ალგორითმი არა, სრული სისულელე არის რა. ეს არის ახალი კანონი. შემოიღო YouTube-მა და ვინც არეკლამებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, წაუშალა არხები და სტრაიკები და ასე შემდეგ. შემდეგი გაჩერება, რავი, როგორც ერთ-ერთ სანდო წყაროსგან გავიგე, Instagram-ი არის, რავი, აბა წარმატებები, აბა Instagram-ზე, YouTube, რავი, დაახლოებით 5-6 წელი, თუ 10 წელი იყავით, ეხლა Instagram-ი, მერე TikTok-ი, მერე ისინი შემოიღებენ და აი, მერე საწავლენ არ ვიცი, რავი. ხო და ძალიან ცუდია, ძალიან რა და კაი, ნუ მე ამათგან აღარ მიკვირს, მაგრამ ფეხბურთელები, ბიჭო, მიქაუტაძე, რა გაგიჭირდა მაგდენი, რა გაგიჭირდა, რომ კაი, 9 მილიონს დათანხმდეს, სიტყვაზე ვამბობ. 9 მილიონზე, კაი, 200.000 ან 100.000, რა გაგიჭირდა? რა, აი, ნუ რაღაცეები თემები ქონია, საუბარი, რომ აი საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელები აქ ნუ ეწერათ რა, რომ რაღაცა და აი სხვა შანსი არა, ოჯახი გვიკვდება, შიმშილი, რამე ხელფასებს არ გვაძლევენ და სხვა გზა არ არის. გასაგებია. ნუ ეგეც არ მესმის, მაგრამ ამხელა დიდ ფეხბურთელებს რა გაუჭირდათ, რომ ბიჭო, ანუ პოსტავს თან ბეთი რა, ამბასადორი ხდება. ასევე ჩაკვე, მეგობრებო, ასევე ჩაკვეტაძეც არის კრისტალბეძე ოფიციალურად დადასტურებული არის რა. ეხავს ბიჭო, აი ძალიან, რავი, იქამდე ძალიან დიდ პატივსცემდი და მიყვარდი, მაგრამ თქვენ ის ხალხი ხართ, რომელიც ყველა თაობას უყვარდით და სამაგალითო ხართ და რავი, პატარა ბავშვებს, რავი, გიждდებიან. მეც გიждდებოდი უკვე. მაგრამ ბიჭო, ტეხავს, აი რაღაც ხო, აი ფეხბურთელი ხარ, გაქვს სიტყვაზე 4 მილიონი, ხო? და მოდიან ის არასწორები და აჰა, მოდი ზევიდან 1 მილიონს. დაიკიდეთ, ბიჭო, დაიკიდეთ, ხო, მაგას ხო ვერ წაიღებ, ხო? ყველანი ვართ მოკვდავები, გავხდებით, რავი, ჯვარი წერია დიდხანს სიცოცხლე 80-90-მდე, ხო არ აიკიდებ და წაიღებ, ხო? თავარი არის პიროვნება და სახელი და ასე შემდეგ, რომ კაი უნდა ალაპარაკო, რომ კაი რაღაცეები სიკეთე და ადამიანის მიმართ კაი საქციელები ასე ვთქვათ გაუკეთოთ ხო რომ ცხოვრებაში რაღაცა დაამახსოვრდებოდ შენ რო წახვალ სიტყვაზე ნიკოლოზი რო წავა ვიღაცა იტყვის რომ აი ნიკოლოზი კაი ადამიანი იყო და ასე შემდეგ პირობითად ვამბობ რა მაგალითისთვის მე ჩემი მიზანი არის ეგ ჩემი მიზანი ცხოვრებაში არის ეგ რომ არავის არაფერი არ დაუშავო ვარ ჩემთვის ну ეხა თუ გამაბრაზეს და რაღაცა ბაზარი არაა რა მაგრამ არ ვარ რა კონფლიქტური რა და უსამართლობა მეზიზღება და ისეთი უსამართლობა შეიძლება მოხდეს რომ რა ვიცი მე ან მე ძალიან ვინანებ და ან ის ძალიან ინანებს მაგრამ ესე ავდგე და უმიზეზოთ და რამე გავატრაკო თუნდაც YouTube-ის გარეთ
ან სადმე გამორიცხული, ზოგადად თუ არ მეგობრული, ძმაკაცური, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა, ყველანაირ თემაზე შემიძლია ვისაუბროთ, თუნდაც ამ თემაზე ნებისმიერი აი აქ მოვიდეს, დამიჯდეს და აი ამ თემაზე, ბეთებზე, ზოგადად ყაზინოზე მელაპარაკის გამორიცხულია, ვერ გაიმართლებს თავს. იცით რასაც აკეთებთ, საშინელება. უბრალოდ მე უკვე ფეხბურთელებისგან მიკვირს. არ მინდა კიდე გვარები ჩამოთვალო, წინაზე 2 თვის უკან ვიღაცამ დაწერა მამარდაზე რა და გული გამისკდა მეთქი კაც რატო აგინებთ. იქ კიდე სხვა თემა იყო, მაგრამ იქაც რაღაცეები გაიჩნდა, იქ მანქანა მიიღო. არ ვიცი ხა იმ მანქანას რა უქნა, გაყიდა და მონასტერი ააშენა, არ ვიცი, მაგაზე არ ვიცი, მაგრამ კონკრეტულად რაც ვნახე 2-3 დღის უკან ეს იყო მიქაუტაძის პოსტი, კროკობეთთან, კონკრეტულად კროკობეთთან მეგობრებო, გააფორმა ხელშეკრულება, ამბასადორი იქნება და მიიღებს 2000 პინს. ეგ იუმორი არის, ვიღაცამ შეიძლება სერიოზულად მიიღოს, მაგრამ რატო აკეთებ? ხო, იქ ხო ბავშვებიც გიყურებენ, ხო? შენ ხარ, რავი, მთელი საფრანგეთის, ნახევარი საფრანგეთის და საქართველოს ტეხავს, თო? ან ვინმე მეგობარი არ ყავს, რას აკეთებ? ბიჭო, ყველაფერი ფულზე როგორ უნდა გაყიდოთ, თო? ამდენი მილიონი, თუნდაც მილიონი არ ქონდეს წელიწადში, ნახევარი, რავი, 200,000 გაქვს, ხო და მოდის და ბეთი ან ბუკმეიკერი რომელიმე კაზინო გეუბნება ახან ზევიდან მილიონი და მოდი ვიზმაკაცოთ და ვითანამშრომლოთ. დაიკიდეთ ბიჭო, დაიკიდეთ რა. ფული არ არის ეს ყველაფერი, ყველა ვართ მოკვდავები, წავალთ, მოკვდებით. რას წაიღებ? არც ამას წაიღებ. აი, რაღაცა კოსტუმ შაგაცმევენ, რაღაცა რა ვიცი, ბოტასებს და ვსო იქ იქნები და იქნები, ყველა ჯვარი გწერია, მაგრამ რა ხო ხდებით, რას ხსნი, რომ არაფერი არა, გარდა შენი პიროვნების, რა პიროვნებას დატოვებ, როგორ შეგაფასებენ და ასე შემდეგ რა. ეგეთი ამბებია, არ ვიცი, რავი რა. ტეხავს და მე იუთუბერებისგან მიკვირდა და ეხა ფეხბურთელებმაც რო დაიწყეს, ჯვარი წერია რა. ჯვარი წერია ყვარა. მაგანაც რო იკადროს, არ ვიცი, მე ავდგები და საქართველოს ნაკრებზე ლაივ რეაქტებს აღარ გავაკეთებ. ვიცი, იმათ არაფერი არ დააკლებოთ, რამე, მაგრამ მე დამაკლება, არა უშურს, მაგრამ მირჩევნია რომ იყვნენ მაგ საკითხშიც იზრუნოს ბავშვებზე, მომავალ თაობაზე, ვიდრე ესე რაღაც ამბასადორები და ასე შემდეგ გახდნენ რა. არ შეიძლება რა, მართლა არ შეიძლება რა, ტეხავს თო. ფული ყველაფერი არაა რა. კი, არის კომფორტი, ჩვენ დებილები არ ვართ, მე დაუმარი, დებილები არ ვართ. ზედმეტი ფული ვის არ უნდა, ხო? ასე წვალობთ, შრომობთ, მაგრამ გიფრთხილდებით ზოგადად. პლუსებს არ ვიწერ. ეგეთი ადამიანი ვარ, YouTube გარეთ, ნებისმიერ გარეთ შემხვდი, ზუსტად იგივეს გეტყვი. არც მსახიობობ, არც თამაშობ. ეგ არის დიდი ტკივილი, გულის ტკივილი, რომ აი ეს ბეთებზე, კაროჩე, პიზდეცია რა. იყოს სხვა სპონსორები, იყოს ჩემდა თავად ვინც ხმა მოიღოს, იმის დედას დავეცი მე რა. მაგრამ ტეხავს ეს სუდი არის, წამალს, ნარკომანს და რა ქვია, მოთამაშე არის ერთი, ანუ ავადმყოფობა არის, ავად ხარ უკვე რა. იწყება 5 ლარით, 10 ლარით, 20 ლარით. ტიპები ფიქრობენ, აი 20 ლარით, აი სახლის ქირასა, ეგრევე გავისტუმრებ რამე მე, მანქანა რამე, ვერ იზავ მასე. ეგ კაზინო და სათამაშო არის მილიარდელები ვინც არიან. ეგენიც მიდიან, იქ უნდა ითამაშო, უნდა წააგო და გამოხვიდე. ეხლა შეიძლება მოიგოს, მაგრამ ცოტა ნორმალურმა და თუნდაც ცოტა ფული აქვს და რამე მაგათვის დამღუპელი არის. დამიჯერე აივანზე გაზდილი არ ვარ, ქუჩაც მესმის, მესქონია რაღაც შეხებები, ეხლა ღმერთს მადლობა რომ არ ვარ ავადმყოფი და რაღაცა დაზამასკებული ადამიანი მაგაზე, ამ გემბლინგზე, მითამაშია რამე, მაგრამ საშინელებაა, კატასტროფაა. აი მიეჩვევი და მე ბოლოს დედაგეტირება. მე დაკარგავ ძმაკაცებს, მე მშობლებს, მე შვილებს და დედაგეტირება. დარჩევი მარტო. და მარტო რას იზავ, ეხლა აღარ მინდა რომ თქვა, ეგრეაც მებო რა. გავერთიანდით, რატო არ არის მაღაზე აქციები? გეკითხებით. რატო არ არის მაღაზე აქციები? კითხვა გააქვთ, ანუ კითხვა დაუსვით? ან ვინც იცნობთ ჩერეს მიქაუტაძეს, ხო? რომ მიაწვდინოთ, ან ვინმე მეგობარი არ ყავს, რასაკეთებ, ამდენი პატარა, ამდენი გულშემატკივრები ყავს, ანუ არეუნებიან, ანუ ვერ ხვდები რა. არ ვიცი რა და მაგათი გამპრავებლების დედაცვატირი აი მაგაზე, ვინც ყაზინოს, დამიჯდეს ერთ-ერთზე მელაპარაკოს, ისეთ ფაქტებს მოუყვან, ვერაფერს ვერ იტყვის, გამორიცხულია თო. ყაზინოზე, ანუ ბეთებზე ზოგადად, ხო? ვინ უნდა გააპრაოს, ხო? ვინ და გავიგე რომ შენ რო არ თამაშობ და შენ რო არ რიცხავ, ხო? შენ ბაზარი არა, მაგრამ იმ 8-ს
10 კაციდან 8, 5 კაცი ითამაშებს და ანუ ეგ ყლეზე კიდია, ანუ მაგას ლაპარაკობ, ანუ გამოდის რომ ყლეზე კიდია ხალხი ვაფშე სადაც ხარ და როგორც ხარ, ხო? ხო და მე მაგას გეუბნები რომ უნდა გაუფრთხილდეთ, არ უნდა ესე პროპაგანდა არ უნდა გაუკეთოთ, რეკლამირება. ეხლა რო გამოხვიდე და აი კაი გასაჩხერი არის, მოდი გავიჩხიროთ და იგივე არის, ხო? იგივე ის არის, რა ქვია, მოიწამლები მაგ თამაში და всё დედაგეტირება და მაინც და მაინც ვინმე უნდა მოგიკვდეთ, ან რავი, რომ გულთან მიიტანოთ, ძალიან რთული არის და ეგეთ ოჯახებს ძალიან ბევრს ვიცნობ და ძალიან უბედურები არიან. თქვენ მაგათ ვინც წამლავს, მაგათ აპიარებთ და ეგ არის, ანუ მაგას გეუბნებით, მე და ძმასვენაცვალე ომარი, კიდე ვინც არიან სხვა იუთუბერები, რომელიც არ თანამშრომლობენ. ბიჭო, აი ყლეზე როგორ უნდა გეკიდოთ, ვერ გავიგე, აი ეგ როგორ უნდა გეკიდოთ, ანუ იცით, გავიგე რომ ფულს შოვლოთ, მაგრამ იცით და მაინც აკეთებთ და აგოიმებთ და აბოლებთ, ანუ უბრალოდ ვერ ხვდები რა. უბრალოდ ვერ ხვდები, არ ვიცი. ეხავს ხო და იქ მიქაუტაძის პოსტზე რამდენიც დაიწერა, იმდენი კომენტარი წაიშალა და რავი, მალადეც საღორც არ ვიცი. ეგეთი ამბებია რა, თორე გეონებით ძალიან დიდ პატივს ვსემდი მიქაუტაძეს და კიდე რა, ვინ ჩამოთვალე რა და გული ამიცრუვდა უკვე ყველაფერზე, იმიტომ რომ ეგენი არიან სამაგალითო ჩვენთვის ისტორიული მომენტი შექმნეს, დაწერეს. ბევრს აზროვნება შეუცვალეს და აჰა, ნუ სადამდე გაგზელდა. ზოგადად მეგობრებო, გეტყვით რა, როგორც მაკაცური და რაღაცა მე აქ რაღაცებს, ლექციებს არ ვკითხულობ, როგორც მაკაცი, როგორც ჩვეულებრივი იუთუბერი, როგორც მეგობარი, ისე გეუბნებით. ეგრე არის მეგობრებო, ზოგადად რა, ღმერთი, ანუ იწვალებ რაღაცა შრომას მიაღწევ და მერე მოდის დიდი შემოსავალი, დიდი ფული და ზუსტად მან გაქვს უკვე გამოცდა ცხოვრებისეული, აბა განაბოზრდები, გათესლდები თუ როგორ რა, მერე всё, ის დიდი ფული რო არის შემოთავაზებები, ხო, ნუ გუშინ წინ აიყავი, ხო? ჩვეულებრივი ნიკოლოზი იყავი, მოდი პირობითად ჩემ თავზე ვისაუბრებ, ხო? ჩვეულებრივი ტიპი იყავი, გუშინ ისტორია დაწერე, საქართველოს ნაკრები ევროპაზე გაიყვანესო, ძალიან მაგარი ხარ, ყველა გცნობს და უცბად მოდის ვიღაცა ცუდი კაცი ბჭყალებში და მოდი, აბა 2 მილიონი, მოდი, აბა ვიძმაკაცოთ, ვითანამშრომლოთ. აი ზუსტად მანდ არის, მანდ გიწყობს ღმერთი გამოცდას და ზუსტად მანდ უნდა გააკონტროლო და დააბალანსო. მე კი არ ვამბობ რომ მარტივია, ზუსტად ბევრი ფულიც რო გაქვს, მანდაც რთული არის, რომ რაღაცები უნდა განსაზღვრო მეგობრებთან, თუ ცოტა ისეთი ადამიანი ხარ, გეცვლება ურთიერთობა, ფული გსulis ღმერთის წყალობით. მე არც ეგ მომენტი მქონია, ანუ რომ რაღაცა რა, ეხა იყო რაღაცეები, რომ აი ფულის გამო, აი всё, იმასთან აღარ მეგობრობ. ღმერთს მადლობა და ჩემს მშობლებს მადლობა, ჩემს საძმაკაცო სამეგობროს, რომ ესეთი, ნორმალური და, ცუდის და თეთრის და შავის გარჩევა ვიცი, ძალიან მიხარია რა და არა ისეთი, რომ თავს ვიდებილებდე, მერე რა და შევეგუოდო რამე. არ ვეგუები არაფერზე, აბსოლუტურად, რაც უსამართლობა არის, ბოლომდე მივაწვევი რა, თუნდაც რავი, სიკვდილის, რა ვიცი, სიკვდილიც დამიჯდეს, მაგ ფასად ბოლომდე მივაწვევი, რომ ვიღაცა გადავარჩინო რა, აი ახლა ჩათიდან 85-დან რომ 5-აც რო ვუშველო, შევწირავ თავს უსამართლობის გამო, რავი, შეიძლება არ ვიცი რა, ეგეთი ადამიანი ვარ, თუ ავფეთქდი და ასე შემდეგ რა. მირჩევნია რომ რავი, არ ვიცი, რავი, აზე სპორტსმენები, არ ვიცი, აზეა როა რა. მართლა ვერ ხვდები, არის ბევრი ქრისტიანული ქვეყანა, ხო, რომ ამბობენ მშვიდობა, აგრძალეთ ეგ. ან სადმე ერთ ადგილზე, სადმე ჯანთაბაში გააკეთეთ და აგრძალეთ. დასჭადი იყოს ეგ, ხო? რამდენი ქრისტიანული ქვეყანა, ხო? და აგრძალული არის კანონით. აგრძალეთ რა. პატარები არ გეცოდებათ და მე მაგას ვფიქრობ, თორე გიჟი კი არ ვარ, ხო? კარგი რო ყოფილიყოს, მეც დავასპონსორებდი და ვინც კიდევ ერთხელ მეგობრებო, ამბობდით, რომ აი სხვა იუთუბერებს ასპონსორებენო ტოტალიზატორები და შენ და ომარას გშურთო. შუბლზე ხო მიგაკარი, ხო, გადადით YouTube პოსტში, კომენტში დავპოსტე. რამოდენიმე თვის უკან აჭარა ბეთის PR მენეჯერმა მომწერა ნიკოლოზ თანამშრომლობის მიზნით თუ თანამშრომლობ ჩვენთანო. ექსკრინი, რა თქმა უნდა, დაუბლარე და დავდე. კიდე იყო 3 ტოტალიზატორი, რომელიც მეილზე ეგრევე ნახუი, ჰოპ, ეგრევე გაუშვი რა, ეგრევე დაუბლოკე რა. იმიტომ რომ გიფრთხილდებით თქვენ ჩემს ოჯახს და ზოგადად არ მინდა რა, მე ისეთი სპონსორი მინდა რომ თქვენც ისიამოვნდოთ და მეც რა, ეგ მინდა, ანუ კარგი მინდა თქვენთვის და ზოგადად რა.
ყველასთვის, კაი, ყველა ქართველისთვის და ზოგადად ადამიანისთვის ცხოვრებაში მაგმისიით ვარ და ეგეთი ტიპი ვარ. რა ვქნა, შეიძლება ცუდი ვიყო, მაგრამ კარგი ვარ, ღმერთის წყალობით გამიმართლა. მინდა რომ ადამიანის მიმართ სულ კაი დამოკიდებულება მქონდეს და კარგად დაამახსოვრდეს ჩემი თავი, ვიღაცა ნიკა ქუფარაშვილი, მორჩა რა. ხო და არ მესმის მაგ ტიპის ბიჭო, სარწმუნოება არ გაინტერესებთ. არ ვიცი, ეს პატარების თაობა პიზდეცია რა. მეც ვიყავი პატარა და უტრაკებდი ხოლმე ბიძაკაცს რა, გაგვიტრაკე საქმე, კაცო, პატარები ვართ და თურმე, აი, რა ვიცი, მეც გავიზარდე და ეხა შეიცვალა. არც სარწმუნოების გწამს. ვიღაცა რაღაცა შვება ერთი მაგის ყველაფერი როგორ კიდიათ, ბიჭო, ან ეგ როგორ კიდიათ. იყო ხოლმე ჩატში წერდნენ ხოლმე მაგას, რომ აი, დაიკიდეო, მე მაინც არ ვთამაშობ, კაცო, სულ რო ფული მომცეო, რას ლაპარაკობ ხა? მან ჩავრიცხაო, გავიგე, მაგრამ სხვაზე ხო უნდა ვიზრუნოთ, ხო? მაგ შემთხვევაში მაგ პრობლემაზე, თორე კიდე უამრავი სხვა პრობლემაა, ეგ მე აღარ მეხება. ეგ ვინც არიან, იმათ მოთხოვეთ და იმათმა უნდა იზრუნონ და იფიქრონ. ხა მე არც მუშაობ, მე YouTube-ზე ვარ, რაც მიყვარს, რაც მომწონს, იმას ვაკეთებ. და ასე შემდეგ სპორტული განხრით. დანარჩენები, ვინც არიან მთავრობაში და ასე შემდეგ, ვინც არის დაკავებული მაგ პრობლემების მოსაგვარებლად, იმათ უნდა მოთხოვოთ. დანარჩენი, ეს არის ჩემი ძმაკაცური მეგობრული საუბარი და მინდა რომ არ იყოს სუდი, არ ხდებოდეს და პატარა ბავშვები რა, მაგრამ უფრო პატარები, აი 13, 14, 15, 16, 17-ის ვაფშე სხვა სტილი გაქვს. მე სულ ყველაფერი როგორ კიდიათ, ანუ მაგაზე ვერ კაიფტო. არ ვიცი რა. მოკლედ ეგეთი ამბებია რა, მეგობრებო რა, 8 წელი დაახლოებით წლებს ხშირად ვამბობ ხოლმე, მაგრამ სულ მაგას ვებძვით. გადახედით ძველი ვიდეოები, იქაც ვატრაკებ რა, იქაც იგივეს ვამბობ და იგივე დარჩება რა, იგივე იქნება, სანამ მე YouTube-ზე ვარ და გარეთაც ვცდილობ რომ ცუც არ მივეკარო და ვიცხოვრო. ძალიან რთული არის ამ სამყაროში. ძალიან რთული არის რომ სწორედ იცხოვრო და უფრო კარგი გამოგივიდეს, იმიტომ რომ ბევრი ცუდი არის და გიბიზგებს რომ სიტყვაზე შენ თუ გინდა რომ ცხოვრებისეული კარგი ცხოვრებით გააგრძელო, იქ იმდენი ბარიერი გამოგიშდება, რომ ხელშეგიშლის რა. ეგ უფრო რთული არის, ვიდრე იცხოვრო რთულად რა და რა ვიცი. მე მაინც რთულ გზას ვირჩევ რა, მინდა რომ წესივრად და კარგად ვიცხოვრო რა და რა ვიცი. სპორტსმენები, აფეტიში უტვინო ხები არის. ბიჭო, ხო, ანუ ეს კონკრეტულად, ეხლა ნახე რა თემაა, კონკრეტულად ეხლა მიქაუტაძეზე, ანუ მე ის მეწყინა, რომ ესეთი რაღაცა გააკეთე. დანარჩენი როგორია რანაირი, ეგ ეხლა სხვამ განსაჯოს, კაცო. მე ის არ მომეწონა, რაც ხალხს აავადებს, აფუჭებს და ცხოვრებას უნგრევს. ნიშნულობა რა, პატარაა, დიდია, ყველას ერხევა. მაგაზე დამოკიდებულობა არის, აი, ვიცი რა, 100-დან 2-ს თუ ეშველება. ლუდომანიაზე მაქვს საუბარი, ლუდომანია. არც მონასტერი გშველით, არც არაფერი. ვიცი, მილიარდი პროცენტი ვიცი. გინდა არ გინდა, კაი, ერთი წელი შევშვები, მე რა თქინდა, აგერ ეს გაქვს, აგერ ის გაქვს, აგერ 900 ტელევიზორი შეხვალ ვითამაშებ. დაიწყებ 5 ლარი, დაიწყებ 10 ლარით, მე ისევ გადავარდები ვალებში. მე დედაგეტირება, რა ვიცი, ხო და ანუ ეგ კიდიათ, ეგეთ ხალხი კიდიათ, პირიქით. თუ თქვენი ძმაკაცია, თუ თქვენი შინაურია, ნათესავი ჩაკიდეთ ხელი და ტვინი გაუბურღეთ, სანამ დროა. დამიჯერეთ, სანამ დროა, მე უკვე გვიანი არის და რას გულისხმობ სიგვიანეში, ეს უკვე თქვენ მიხვდებით მაგაზე. ჩემი რჩევა არის ძმაკაცური და რა ვიცი, მეგობრული რა. მოკლედ ეგეთი ამბები არის და მეწყინა პირდაპირ, რო არ დაგიმალოთ, მეწყინა მიქაუტაძესგან ეგეთი ქცევა. ქცევა რა, ხო, გადაწყვეტილება. კიდე არის, იქ დაიწერა ჩაკვეზე, სამწუხაროა, ძალიან ცუდია. და კიდე არ მინდა რა, აღარ ჩამოთვალო, ისედაც მწყინს ჩემს ქართველ ფეხბურთელებზე, ჩემ ქვეყნის ფეხბურთელებზე მწყინს, რომ ესე ვსაუბრობ, რა გავაკეთო. ძალიან უხერხულად ვარ მართლა. მაგრამ უბრალოდ რა ვიცი, დაუფიქრდნენ თავის თავს, რაღაცა დაიკიდონ, მოიკლონ სიტყვაზე, რა ვიცი, $100,000 ან $300,000 დაიკიდონ და რაც აქვს ღმერთმა მშვიდობაში და უფრო მეტი და მეტი ეშოვოთ და ასე შემდეგ. მოერიდეთ რა, ეს კაზინოები, აზარტული თამაშები და ნარკომანი არის დამღუპველი, ვერ უშველი, კი, ვიღაცებს ეშველა, მაგრამ მაინც იუბედურებენ ცხოვრებას და ეგაა, რა ვიცი. რა გააკეთა მითხარით, მე არაფერი არ ვიციო, ძალიან ბევრი ვილაპარაკე და აგერ ჩათი გეტყვით რა.
და კიდე ერთი რა, მე იმიტომ არ ვლაპარაკობ მეგობრებო, რომ აი ეხა ხო ვიცი რომ იქიდანაც მიყურებენ რომ ეს პლუსებს იწერს გამოწერებთან. იმ ნიკას დედას გავკარი რომ ვინც მაგის გამო პლუსებს იწერდეს პირიქით. ეს არის ჩემი გულის ტკივილი. თითოეული ქართველი ვინც მაგ პრობლემებში არის, ხო? აი ეს რა ქვია, ვალები ის და აი აზარტულმა თამაშებმა დაღუპა, ხო? მინდა რომ იქ ყველა გამოსწორდეს, სურვილია. და ვცდილობ რომ მე ვიღებ პასუხისგებლობას ამ YouTube არხზე, სადაც მე გამოჩნდები, ვცდილობ რომ ის ეშმაკური საზიზღრობა თამაში არ გავაპიარო რა. და არ ამოვანათო თუნდაც მე რა შეჩემა 2 წამი ამოვანათებს. ენზე არ კიდია, აი დაიკიდე გარეთ. სარეკლამოებზე ხო არის მე რა, დაიკიდე, კაცო სხვები აკეთებენ რა. აი ნუ ეგეთი ხალხი ძალიან მაგზიანებს, კატასტროფაა რა. პირიქით ბიჭო, გაუტრაკოთ რაღაცა, მორჩა რა, ძალა ერთობაში არის და ეგაა რა. არ შეიძლება, მე იღუპებიან და რავი, არ ვიცი რა. ხო ერთმა მითხრა ნიკოლოზ რა ქვია შენ იმაზეც ამოხტაო რა და არ ვიცი ხა ზოგადად ეხა სტრიმზე ხო ბევრი რეკლამები ვარდება მაგრამ მე რეკლამებს ვერ სანსხვრავს საერთოდ მე არაფერ შუაში არ ვარ თვითონ YouTube-ი ადებს ხოლმე არ ვიცი წინაზე ამოვობ რაღაცა და მე დამაბრალა გასპონსორებენო არა ჯვარი მწერია და ღმერთმა დამიფაროს ეგ დრო რომ დამიდგეს მაუს ვაფშე აღარ დაგენახებით ისე აღარ დაგენახებით რომ რავი ვაფშე ჩემ არსებობას დაივიწყეთ მე რომ მაგაში რაღაცა ფეხი რავი შევყო რა მე გადავივით რავი მესროლეთ მომკალით მე რა სიძახით რამე კაზინო და რეკლამა მეგობრებო შედით Instagram-ზე მიქაუტაძის პოსტზე ბოლო და ნახავთ ეხლა აღარ მინდა იმ ტოტალიზატორის რეკლამა აღარ მინდა რა ვიცი 100 ჯერ ხო არ ვიტყვი რა ვიცი ეხლა კომენტარებს წავიდეთ ესეთმა ცოლმელა ხალხმა კი არ უნდა შეუწყოს ხელი ამ კაზინოს განვითარების პირიქით მოუწოდოს ხალხს რომ არა და არა კი ბატონო და მეც მაგას ვამბობ ანუ მე ის მეწყინა რომ ჩემი საყვარელი ქართველი ფეხბურთელის ნაკრების სიტყვაზე ჟორჟ მიქაუტაძეზე ეგ მეწყინა მეგობრებო ამ იუთუბერებს დაუძდევ ამათ ვეუბნები რომ არ ქნათ არც ის ამონათება არაფერი არ ქნათ ვაფშე აი ვიდეოში საერთოდ მე მაგაც დაუძდევდი მაგრამ რა გინდა ეხა ფეხბურთელებიც აყვნენ ძმაო მე გადავები და რა ვიცი ეხა რაღაცა ვერ გავაპრავებ ვერც იუთუბერებს და ფეხბურთელს უფრო მეტი მოეთხოვება. აი ძალიან უფრო მეტი მოეთხოვება რა. და აფეთქებული წელიწადში ერთი რამდენია? მარკეტზე ან სადმე არ წერე რამდენია ხო? იქ რამდენი კოინი მაქვს? სამწუხაროდ არ მაქვს და თუ რამეა მე ვითამაშებ და მე ჩემით იმას ვიზავ რა. ადრიანოსთვის რა ვიცი. ნახოთ აბა თუ შეგროვდება რა ვიცი. ბარნინგ ხო არ გვინდა ეხა ჰეითი არ გვინდა მიქაუტაძეზე გეუნებით გულზე ხელს ვიდებ ძალიან მწხვენია და გული მწყდება რომ ესეთი ფაქტი ხდება მართლა წინს ჩემი იმიტომ რომ იცით როგორ მიყვარს ჩემი ქვეყანა ჩემი საქართველოს ნაკრები მაგრამ ბიჭო უნდა დაუფიქრდე რასაც ერხელს ბიჭო ვიცი რომ ანუ ზოგადად ეხა ჟორჟს ეღადავებიან რა მიყვარს ბომბარდი და რამ დარწმუნებული ვარ რაზე მოაწერა ხელი ალბათ არ იცოდა დოდო მაგრამ მაინტერესებს მეგობრები რას ეუნებიან და ცა 6 მილიონი წელიწადში ჩემი კარგი ალბათ 6 მილიონი მქონდეს მე რა აი არ მინდა მაინც ეხა ჟორჟზე გადავტეხო ჯოხი სიტყვაზე მე ვარ ნიკოლოზი აი ესეთი გნიდა 6 მილიონი მქონდეს ბიჭო რა ბეთის დედას არ დავეცი ბიჭო აქ ვერ გაიმართლებ მე რა ნიკოლოზო მასე რონალდინიოს დედას დავეცი მე და ყველა ვინც მაგას აპიარებს ბიჭო თუნდაც რონალდინიო რა თუნდაც ყდებოდე ბიჭო თუნდაც რა ვიცი ავი არა ძმაო ეგ იგივეა რომ ვა ნახე კაი კოკაინი მაქვს ხო არ გინდა შევიყნოსოთ აი იგივე თემა და წამო გავიჭიროთ ხალხო ნახე რა კაი იგივეა უბრალოდ ის უფრო ცუდა ჩანს და ეს თამაშიც არის ხო ხვდებით რა მიდიან სახს მანქანას ალომბარდებენ მე იმ შეყარებულის ტელეფონს მე ის და მე პიზდეც რატო აკეთებენ პირიქით უნდა მოისპოს ეგ რა ამ ქვეყანაში უნდა მოისპოს ეგ ცოდოები არის მით უმეტეს
მით უმეტეს პატარა თაობა, ჩემ ხელებით ცოდოები არის, რა დააშავის? თვით თავისი ბრალი არაა დამიჯერე, ეგ არის ჩადებული რა. დაიწყებ 10 ლარი, 20 ლარი და შეყვები ჩაგითრებს. თვითონ თამაში ეგეთია, მექანიზმი არის ეგეთი. მოგაგებინებს ვაფშე გამოგაყლევებს, ვაფშე გაგასირებს. გათამაშებს, მერე წახვალ ამას გაყიდი, მერე იმას, მერე დაიკოს ეტყვი, მერე იმას, მერე ამას და всё, მორჩა იკარგები. მერე დეპრესიები გეჩნდება, მერე ყველას კარგავთ. რატო? აი რატო მაგაში რატო იმაშვებიან, ხო? მაგაში რატო არის მაგის პროპაგანდა? რატო არ კიდევ ერთხელ გეკითხებით, რატო არ არის მაგაზე აქციები? გეკითხებით ზოგადად, კაც შორს თავი გავანებოთ. რატო არ არის მაგაზე აქციები? ეკიდიათ და ჩუმად არიან რაღაც. ბიზნესთან ზარი. ბიზნა არა ნიკოლოს. ჩედავს ნიკოლოს. გებრძვიან ზემოდანო. დოსავე? ხო, მოკლედ ეგეთი ამბებია რა. ჩემი სათქმელი, რა ვიცი, იმედია ეს ბოლო არის. ტვინს აღარ გავღუნავ, მეც დავიღალე უკვე, ომარის დაიღალა. რა ვიცი, ტვინი გაგვებურღა რა, მაგრამ რო ვნახე ეგ ფაქტი, ჩემი გულის ტკივილი გაგიზიარეთ რა. არ შეიძლება ეგრე რა, არ შეიძლება. მეგობრებო, რა შევკრა თემა, დავიღალე უკვე ამით, მაგრამ როგორ ჩემი რავი ძმდები რა, როგორც რავი ჩემი მეგობრები ისე გელაპარაკებით. რა გულის მტკივა იმას გიზიარებთ. ჯვარი მწერია სამომავლო სიტყვაზე, ვიღაცას დავეჯახე. ჯვარი მწერია სადღაც მოვყევი, ავიღებ ტელეფონს და თქვენ გენაცვალე და ჩემს გულის ტკივილს, ჩემს გაჭირვებას იქაც მოგიყვებით და გაჩვენებთ რა. ეგეთი ვარ, რა ვქნა, არ ვიცი. ვიღაცა ეხა გაგიზიანდებოდა. წარმატებული კაი კაცი ხარო, გაიხარე, დიდი მადლობა, ჯიგარი ხარ, მადლობა დონაციისთვის. ხო, რა ვქნა, ესეთი ტიპი ვარ რა. გაგიზიარებთ ყველაფერს, ესე ჩემი გულის ტკივილი არის, ზრუნავ, პატარებზე ზრუნავ. კიდე აი აქ ეხა რამდენი ვართ ხო ზოგადად 74000 აუდი ვართ პასუხისგებლობა მაქვს აღებული ჩემგან რამე რო გაპიარდეს სიტყვაზე ეგეს და რაღაცა თქვენ დაგემართოთ უკვე всё რა შეიძლება ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთო და არ მინდა იმიტომ გიფრთხილდებით რაღაცის გამო არ გიფრთხილდებით ეგეთი ადამიანი ვარ სერიოზულად რომ მოვკიდე ხელი პასუხისგებლობაც მაქვს რომ სიტყვაზე რა ვიღაცა კომპანია წერს ესე და ესე ნიკოლოს მოდი ვითანამშრომლოთ. მე ნიკოლოზე ფიქრობს. ეხა მე რო ის გავაპიარო. გამომწერები დაზარალდებიან? არა, ხო? სულ ესე ვფიქრობ, სულ. იყო კიდე რაღაცა ისეთი საიტები რა. ცოტა აპასნი რა. აზარტულ თამაშებს არ ეხება. ცოტა ისეთები. უარი ვთქვი რომ მეთქი ხალხი არ დავაზარულო. ანუ ეგეთი ვარ. და რო ვიყო ნაბოზარი და პროჭი და განდონი და ასე შემდეგ, კიდია ცენზურას ხსნიერ. ეხა გადამეკეტავს ომორჩა. იმიტომ რომ ეს ისეთ თემაა რომ ბოდიშით ვინც ტელევიზორში მიყვება და ასე შემდეგ. მაგრამ გულახდილად გეუნ ამაზე გულახდილად ვერ ნახავთ ალბათ რა ვიცი ესე გაგიჟებული ხო? რო ვიყო აი ესე დავიждებული აბა წავიდა მორჩა მაგრამ არა რა როცა გული შემტკივა როცა აი ჩემი თვალებით მაქვს ნანახი რომ ის უბედურია და მარტო დარჩა. მარტო ყველამ დაიკიდა მეგობარმა შეყვარებულმა მშობლებმა და მარტოა. რა ვიცი მოზარდი პატარა ბიჭი და ნანობს ის უკვე როცა ნანობს მორჩა რთულია რომ მე გამოვასწოროთ ხვდებით ეგეთები ძალიან ბევრი არიან ძალიან ბევრმა ტრახით დაასრულა და თავი მოიკლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რამდენი პატარა ბიჭმა ხო რამდენი ხა ხო იცით ხო რამდენმა და მაგის გამო აი მაგ რაღაცა აზარტული ეშმაკური რაღაცის გამო დაიკიდე ეგ სხვა რაღაცა გააპიარე დაიკიდე ბიჭო მაგის დედაც არ ვატირე არ გეცოდებათ ეხა ეგეთი ადამიანი ეხა ვიღაცა დაწერს რომ მაგის ბრალია ითამაშა და მაგიტო ხალხო არავინ ესე არიღებს და არ ჩხერაობს ნენელა სიტუაცია იქ კამანდა რამე ნენელა და ერხევა შეყობს და მორჩა თავს შეყობს სხვა რაღაცა და всё მორჩა იქ იღუპება თუნდაც ჩხერაობა წამალი თუნდაც თამაშით მორჩა იქ უნდა განა უნდა უფრო გავაგიჟოთ და მოვანდომოთ პირიქით გვერდში დაუდგეთ რაც შეგვიძლია ნერვები რო გვაქვს ჩვენს ანუ ჯვარი წერია კიდევ ერთხელ ჩვენს ვისაც ეგ სჭირს ეგ დაავადება მაინც აი სანამ იცნობ ცოცხალი არის იმენა გვერდში დაუდექით ბიჭო ბოლომდე რა მერე თუ დააგვიანეთ უკვე გვიანი არის თქვენ ცინანებთ და ისიც საწოდავად წავა ამ ქვეყნიდან დამიჯერეთ აი სიტყვები ჩაიბეჭდეთ რა რო არინანოთ
ვიცი ხა რა, ძმაო, ყველა ისე ხო არ ვცხოვრობთ, ხო ანგელოზები ვართ. ღმერთმა ქნას რომ ყველა კარგად იყოს და არ ტყიოდეს არაფერი და რა ვიმარო, ხო ვიცი. ვიღაცის აი აქედან ჩაჩი ნათესავი მოთამაშია ის წამალს ეკარება. არა, იმენა ბოლომდე დაუდექი გვერდში, რომ მე რამე რომ მოხდეს, ჯვარი წერია და ის კიდე 100 წელი აცოცხლოს ღმერთმა, მე თქვენი ნანებთ, რომ აი რატო ბევრჯერ არ უთხარი. რატო არ გაუტრაკე სიტყვაზე პირობითად ბიძაჩემს ან რავი ოჯახის წევრს ან ნათესავს რატო არ ვეჩხუბე აქამდე ხო არ მივიდოდა და ასე შემდეგ რა არ მინდა რომ ინანოთ და გთხოვთ რომ მაქსიმალურად ვინც წამლებთან ძმაკაცობს სუდი გაგებით და ვინც მოთამაშეა მაქსიმალურად ეს თქვენი მეგობარია დაქალია შეყვარებულია რა ვიცი მაქსიმალურად დაუდექით გვერდზე და აი ტვინი გაუბრუღეთ ხო ისე არა რომ ცემოთ და რაღაცა მაგრამ აი მოეფერეთ რაღაცა რომ აგზნობინო რომ იმიტომ რომ ეგენი განიცდიან მარტოობას იმიტომ რომ ოჯახმა მიატოვა ბავშვებმა მიატოვა ხალხმა მიატოვა გარიყულია სხვაგან ხვდები დახმარება ჭირდებოდა ეს ქვეყანა ეგეთი არაა რომ აი წამოგიყვანო გიმკურნალო მაგ კურნალობასაც თუნდაც რა ქვია ნარკომანს ან ის არ არის ეგ ფუფუნება არ არის ამ ქვეყანაში კი რაღაცები არის მაგრამ ისეთი არ არის ჩვენ უნდა დავეხმაროთ ლამაზად ენით უნდა მოვეფეროთ და გულში უნდა ჩავახედოთ რომ ის დაკარგული ის წართმეული რაც არის რაც უკვე დაკარგა ოჯახისგან და ასე შემდეგ რომ შემოვიბრუნოთ და არა ჩხუბით და მოდი და შენაბუზარო რატო თამაშობ და რატო ჩხერობ ეგრე არა ეგრე აზრი არ აქვს ადამიანს მასე არ ესმის უფრო გააგიჟო შეიძლება აქეთ დაგცხოს და რა დაკლას ეგრევე ქათამივთ არა გვერდში დაუდგეთ მაკაცურად რა და აი რა ვიცი შევიცოდოთ რა და ფსიქოლოგიურად შევეცადოთ რომ რაღაცა დავეხმაროთ მაინც რომ მე არ გავიგოთ და არ გვეწყინოს რომ რატო არ დავეხმარე და რამე და ესე ხო არ დამთავრდებოდა დამიჯერე დანარჩენი ხა არ ვიცი სო რა ეგა